გეოინფორმაციული სისტემები და თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიაში. დღეს ჩვენ შესავალი ნაწილი გვექნება კურსის, რომელიც შეეხება ზოგადად გეოინფორმაციულ სისტემებს, ანუ ჩვენში უკვე გავრცელებული ტერმინოლოგიით თუ ისარგებლეთ GIS, Geographical Information Systems. ის ფესვებს კარტოგრაფიასა და გეოგრაფიაში გამოყენებათა სფეროებს და გვექნება ზოგადად მიმოხილვა საგნის ძირითადი მიმართულებების. ცოტა რამ ისტორიიდან. რუკა ადამიანის კაცობრიობის ისეთივე გამოგონებაა, როგორც შრომის თუ საბრძოლო იარაღები. თუ კარგად დავუფიქრდებით, თავადაც დამეთანხმებით, რომ რუკის კონცეფცია თავისთავად ცხადი არ არის. ის ხომ წარმოადგენს სიმაღლიდან, შეიძლება ითქვას, ფრინველის თვალით დანახულ სამყაროს. როგორ და რა პირობებში ჩაისახა და განვითარდა ეს კონცეფცია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ უძველესი რუკები გვხვდება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნიდან. ყოველ შემთხვევაში ეს არის ის, რამაც მოაღწია ჩვენამდე. კერძოდ ერთ-ერთ ყველაზე უძველეს რუკას წარმოადგენს რუკა ბაბილონიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე სწორედ მე-6 საუკუნით თარიღდება. აქვე ნაჩვენებია უკვე ბერძენი ავტორის, ანაქსიმანდროსის მიერ შედგენილი რუკა, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდს მიეკუთვნება, უფრო სწორად ეს არის რუკის რეკონსტრუქცია. ამ შემთხვევაში საინტერესოა აღნიშნოთ შემდეგი ფაქტი, რომ სამყარო წარმოდგენილია როგორც ასე ვთქვათ, ერთიანი მრგვალი ფორმის მქონე მატერიკთა ერთიანობა, ამ შემთხვევაში ევროპა, აზია და ლიბიას, ანუ დღევანდელი გაგებით ალბათ აფრიკა უნდა ვიგულისხმოთ, წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმული არის ერთიანი დიდი ოკეანით. შედარებით ზუსტად ამ ჭყალებში, ასე ვთქვათ, რუკაზე გამოსახულია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და შავი ზღვა. ანუ ეს სწორედ ის სივრცე იყო, რომელსაც კარგად იცნობდნენ მაშინდელი მოგზაურები და მკვლევარები. შემდეგ რუკას, რომელსაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, წარმოადგენს ერატოსთენესის მიერ შედგენილი რუკა, რომელიც თარიღდება მეორე-მესამე საუკუნეებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე და თქვენ თავადაც ალბათ ხედავთ, რომ რუკა გაცილებით უფრო დეტალურია, როგორც წინა შემთხვევაში აღვნიშნე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები და შავი ზღვა საკმაოდ კარგად არის აღწერილი და საკმაოდ ზუსტი ფორმები აქვს მიცემული, თუმცა რაც უფრო შორდებით, მაშინდელი ბერძნებისთვის ცნობილ აი ამ გარემოს, ხმელთაშუა ზღვისპირეთს, მით უფრო და უფრო გაუგებარი და ასე ვთქვათ, უცნაურ ფორმებს ღებულობს მატერიკები. თავარი, რაც ამ რუკასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, ეს არის ის, რომ პირველად ვხვდებით გრადუსულ ბადეს. ანუ რუკაზე წარმოდგენილია პარალელები, ჰორიზონტული ხაზების სახით და მერიდიანები, ეს ვერტიკალური ხაზები. ეს არის პირველი გრადუსული ბადე, რომელსაც რუკაზე ვხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩდება წერტილის კოორდინატის ცნება. ანუ ნებისმიერ წერტილს რუკაზე გააჩნია თავისი კოორდინატი, რითიც მისი მოძებნა შეიძლება. ეს გარკვეული და ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. შემდეგი რუკა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, უკვე პტოლომეის ეკუთვნის და ეს რუკა გამოიცა მის წიგნთან ერთად, რომელსაც გეოგრაფია ეწოდა, უბრალოდ დაიწერა წიგნი გეოგრაფია. ეს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით 150 წელია დაახლოებით და ფორმები კიდევ უფრო დახვეწილია თქვენს ხედავთ, უფრო და უფრო ზუსტად ასახავს რეალობას, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ რუკასთან მიმართებაში არის ის, რომ ეს პირველი მცდელობა არის დედამიწის რეალური ფორმა, ანუ სფეროსებური დედამიწა გადაიტანონ სიბრტყეზე. ანუ პირველი პროექცია, რომელიც კი, ასე ვთქვათ, ისტორიულ რუკებში გვხვდება. როგორც მოგეხსენებათ, დედამიწის, ასე ვთქვათ, ის რომ დედამიწა სფერო იყო, ძველი ბერძნები ამ ინფორმაციას უკვე ფლობდნენ და შესაბამისად, ეს უდევს საფუძვლად სწორედ პტოლომეის მიერ გამოქვეყნებულ წიგნსაც და რაც მთავარია აი მსოფლიო რუკასაც. შემდეგ ეტაპს გეოგრაფიის და ზოგადად კარტოგრაფიის განვითარებაში წარმოადგენს
ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი გლობუსი, თქვენ ახლა ხედავთ ფოტოსურათს ერთ-ერთი უძველესი გლობუსის, რომელიც გერმანიაში დამზადდა, მას ბიჰეიმის გლობუსი ეწოდება, ის 1492 წლით თარიღდება. და როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეისთვის შემორჩენილ გლობუსთაგან ერთ-ერთი ყველაზე უძველესია. თავარი, რაც ამ გლობუსში და ზოგადად ასე ვთქვათ, გეოგრაფია, კარტოგრაფიის განვითარების ამ ეტაპისთვის იყო მნიშვნელოვანი, არის ის, რომ დედამიწას უკვე გააჩნია გრადუსული ბადე, გააჩნია, რომელიც იგება ეკვატორის და ასე ვთქვათ, მერიდიანის პარალელური გრადუსული ბადეებით. უკვე ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საკოორდინატო სისტემა, ანუ ნებისმიერ წერტილს, როგორც აი ნახაზზე არის მოცემული, ნებისმიერ წერტილის კოორდინატი განისაზღვრება მისი იმ კუთხით, რაც უნდა მოხაზოს რკალმა ეკვატორის გასწვრივ და იმ ანალოგიურად და მეორე კოორდინატი კი იმ კუთხით, რაც უნდა მოხაზოს რკალმა მერიდიანის გასწვრივ. შესაბამისად გრძედით და განედით. ხო, და რაც უნდა აღვნიშნოთ კიდევ თქვენ იმისთვის რომ შეგახსენოთ თქვენი ცოდნა, ალბათ ის არის რომ გრადუსები, ასე ვთქვათ, ეკვატორის გასწვრივ 0-დან აღმოსავლეთ მიმართულებით 0-დან 180 გრადუსი ითვლება, დასავლეთ მიმართულებით 0-დან -180 გრადუსამდე და ანალოგიურად მერიდიანის გასწვრივ, ასევე მერიდიანის და ეკვატორის გადაკვეთის წერტილიდან 0-დან ჩრდილოეთ ნახევარსფერო არის წარმოდგენილი დადებითი ერთეულებით 0-დან +180 გრადუსამდე და სამხრეთ ნახევარსფერო უარყოფითი ერთეულებით 0-დან -180 გრადუსამდე. Ну, ჩვენი ასე ვთქვათ, ექსკურსი რომ დავასრულოთ ისტორიაში და კერძოდ კარტოგრაფიის და გეოგრაფიის განვითარების ისტორიაში, ალბათ დღევანდელ მიღწევებზეც უნდა ვთქვათ, ორიოდე სიტყვა. თუ სადვიმყოფები დღეს, ანუ რაც ოდნა დაგროვდა, პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის დედამიწის ფორმა, ანუ გეოიდი, როგორც მოგეხსენებათ, დედამიწა არ წარმოადგენს გეომეტრიულად, ასე ვთქვათ, სწორ ფიგურას, სფეროს, არამედ მას საკმაოდ განსხვავებული ფორმები გააჩნია, როგორც ესეთი ფორმულით არ აღიწერება და მას გეოიდს უწოდებთ. ცოდნა იმის შესახებ, რომ მაგალითად დედამიწის ბრუნვის ღერძი თავისთავად განიცდის გარკვეულ ფლუქტუაციებს და ამაზე დაკვირვებას სწორედ გეოდეზისტები ახორციელებენ. და რაც მთავარია, ის ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, გარღვევა, რაც უკავშირდება გლობალური პოზიციონირების სისტემის შექმნას. პირველი ესეთი სისტემა ეს იყო და არის დღეისათვის კარგად გავრცელებული GPS-ი თქვენთვის კარგად ცნობილი, ანუ ეს ის თანამგზავრებია, რომელიც დღეისათვის დედამიწის ორბიტაზეა განლაგებული და უზრუნველყოფს GPS მიმღებების მუშაობას, რაც გვეხმარება ჩვენი კოორდინატის განსაზღვრაში. და უნდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, GPS-ის გარდა პარალელურად ვითარდება მისი ანალოგიური რამოდენიმე სხვა პროექტი, ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების ეგიდით, კერძოდ ევროკავშირი ამზადებს გალილეოს, ჩინეთი მუშაობს თავის პროგრამაზე და ასევე რუსეთს აქვს GPS-ის ანალოგიური სისტემა GLONASS-ი. მაშასე, დღეისათვის დღევანდელი მიღწევები, ასე ვთქვათ, კარტოგრაფიაში და გეოგრაფიაში ზოგადად ვთქვათ, მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ცოდნაა დაგროვილი. ჩვენი საგანი პრინციპში ეძღვნება იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა და ჩვენი კონკრეტული კვლევებისათვის რაში და როგორ დავიხმაროთ გეოგრაფია, კარტოგრაფია და თანამედროვე ტექნოლოგიები. გეოინფორმაციული სისტემის კონცეფცია ეს გარკვეულწილად მოდელირების კონცეფციას ეფუძნება, ანუ ჩვენ ვცდილობთ რეალური სამყარო, რომელიც აი ამ სურათზე წარმოდგენილია სუქვევით, ხო? წარმოვადგინოთ, როგორც მოვახდინოთ მისი მოდელირება გარკვეული გეოგრაფიული ფენების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მიწათსარგებლობის ან ლანდშაფტის ფენა, შემდეგი ფენა შეიძლება იყოს წარმოდგენილი რელიეფის ციფრული მოდელით, უხეშად რო ვთქვათ, სიმაღლეებით. შემდეგი ფენა შეიძლება იყოს ფენა, რომელზეც ასახული არის მიწის ნაკვეთები და მათი საკუთრება, ქუჩების ფენა და ბოლოს შენობების განაწილების ფენა.
აი ამ ფენების ერთობლიობა გარკვეულ, ასე ვთქვათ, გარკვეული მიახლოებით გვაძლევს ჩვენ აი ამ რეალური სამყაროს აგების საშუალებას, რომლის წარმოქმნას სწორედ გეოსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით გვინდა. გეოინფორმაციული სისტემები და თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიაში. დღეს ჩვენ შესავალი ნაწილი გვექნება კურსის, რომელიც შეეხება ზოგადად გეოინფორმაციულ სისტემებს, ანუ ჩვენში უკვე გავრცელებული ტერმინოლოგიით თუ ისარგებლეთ GIS, Geographical Information Systems. ის ფესვებს, კარტოგრაფიასა და გეოგრაფიაში გამოყენებათა სფეროებს და გვექნება ზოგადად მიმოხილვა საგნის ძირითადი მიმართულებების. ცოტა რამ ისტორიიდან. რუკა ადამიანის კაცობრიობის ისეთივე გამოგონებაა, როგორც შრომის თუ საბრძოლო იარაღები. თუ კარგად დავუფიქრდებით, თავადაც დამეთანხმებით, რომ რუკის კონცეფცია თავისთავად ცხადი არ არის. ის ხომ წარმოადგენს სიმაღლიდან, შეიძლება ითქვას, ფრინველის თვალით დანახულ სამყაროს. როგორ და რა პირობებში ჩაისახა და განვითარდა ეს კონცეფცია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ უძველესი რუკები გვხვდება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. ყოველ შემთხვევაში ეს არის ის, რამაც მოაღწია ჩვენამდე. კერძოდ ერთ-ერთ ყველაზე უძველეს რუკას წარმოადგენს რუკა ბაბილონიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე სწორედ მე-6 საუკუნით თარიღდება. აქვე ნაჩვენებია უკვე ბერძენი ავტორის, ანაქსიმანდროსის მიერ შედგენილი რუკა, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდს მიეკუთვნება, უფრო სწორად ეს არის რუკის რეკონსტრუქცია. ამ შემთხვევაში საინტერესოა აღნიშნოთ შემდეგი ფაქტი, რომ სამყარო წარმოდგენილია როგორც ასე ვთქვათ, ერთიანი მრგვალი ფორმის მქონე მატერითა ერთიანობა, ამ შემთხვევაში ევროპა, აზია და ლიბიას, ანუ დღევანდელი გაგებით ალბათ აფრიკა უნდა ვიგულისხმოთ, წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმული არის ერთიანი დიდი ოკეანით. შედარებით ზუსტად ამ ჭყალებში, ასე ვთქვათ, რუკაზე გამოსახულია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და შავი ზღვა. ანუ ეს სწორედ ის სივრცე იყო, რომელსაც კარგად იცნობდნენ მაშინდელი მოგზაურები და მკვლევარები. შემდეგ რუკას, რომელსაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, წარმოადგენს ერატოსთენესის მიერ შედგენილი რუკა, რომელიც თარიღდება მეორე-მესამე საუკუნეებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე და თქვენ თავადაც ალბათ ხედავთ, რომ რუკა გაცილებით უფრო დეტალურია, როგორც წინა შემთხვევაში აღვნიშნე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები და შავი ზღვა საკმაოდ კარგად არის აღწერილი და საკმაოდ ზუსტი ფორმები აქვს მიცემული, თუმცა რაც უფრო შორდებით, მაშინდელი ბერძნებისთვის ცნობილ აი ამ გარემოს, ხმელთაშუა ზღვისპირეთს, მით უფრო და უფრო გაუგებარი და ასე ვთქვათ, უცნაურ ფორმებს ღებულობს მატერიკები. თავარი, რაც ამ რუკასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, ეს არის ის, რომ პირველად ვხვდებით გრადუსულ ბადეს. ანუ რუკაზე წარმოდგენილია პარალელები, ჰორიზონტული ხაზების სახით და მერიდიანები, ეს ვერტიკალური ხაზები. ეს არის პირველი გრადუსული ბადე, რომელსაც რუკაზე ვხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩდება წერტილის კოორდინატის ცნება. ანუ ნებისმიერ წერტილს რუკაზე გააჩნია თავისი კოორდინატი, რითიც მისი მოძებნა შეიძლება. ეს გარკვეული და ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. შემდეგი რუკა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, უკვე პტოლომეის ეკუთვნის და ეს რუკა გამოიცა მის წიგნთან ერთად, რომელსაც გეოგრაფია ეწოდა, უბრალოდ დაიწერა წიგნი გეოგრაფია. ეს უკვე ჩვენ წელთაღრიცხვით 150 წელია დაახლოებით და ფორმები კიდევ უფრო დახვეწილია თქვენს ხედავთ, უფრო და უფრო ზუსტად ასახავს რეალობას, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ რუკასთან მიმართებაში არის ის, რომ ეს პირველი მცდელობა არის დედამიწის რეალური ფორმა, ანუ სფეროსებური დედამიწა გადაიტანონ სიბრტყეზე. ანუ პირველი პროექცია, რომელიც კი, ასე ვთქვათ, ისტორიულ რუკებში გვხვდება. როგორც მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, ის რომ დედამიწა სფერო იყო, ძველი ბერძნები ამას
ამ ინფორმაციას უკვე ფლობდნენ და შესაბამისად, ეს უდევს საფუძვლად სწორედ პტოლომეის მიერ გამოქვეყნებულ ციკლსაც და რაც თავარია აი მსოფლიო რუკასაც. შემდეგ ეტაპს გეოგრაფიის და ზოგადად კარტოგრაფიის განვითარებაში წარმოადგენს ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი გლობუსი. თქვენ ახლა ხედავთ ფოტოსურათს ერთ-ერთი უძველესი გლობუსის, რომელიც გერმანიაში დამზადდა, მას ბიჰეიმის გლობუსი ეწოდება, ის 1492 წლით თარიღდება. და როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეისთვის შემორჩენილ გლობუსთაგან ერთ-ერთი ყველაზე უძველესია. თავარი რაც ამ გლობუსში და ზოგადად ასე ვთქვათ, გეოგრაფია, კარტოგრაფიის განვითარების ამ ეტაპისთვის იყო მნიშვნელოვანი, არის ის, რომ დედამიწას უკვე გააჩნია გრადუსული ბადე, გააჩნია, რომელიც იგება ეკვატორის და ასე ვთქვათ, მერიდიანის პარალელური გრადუსული ბადეებით. უკვე ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საკოორდინატო სისტემა, ანუ ნებისმიერ წერტილს, როგორც აი ნახაზზე არის მოცემული, ნებისმიერ წერტილის კოორდინატი განისაზღვრება მისი იმ კუთხით, რაც უნდა მოხაზოს რკალმა ეკვატორის გასწვრივ და იმ ანალოგიურად და მეორე კოორდინატი კი იმ კუთხით, რაც უნდა მოხაზოს რკალმა მერიდიანის გასწვრივ. შესაბამისად გრძედით და განედით. ხო, და რაც უნდა აღვნიშნოთ კიდევ თქვენ იმისთვის რომ შეგახსენოთ თქვენი ცოდნა, ალბათ ის არის რომ გრადუსები, ასე ვთქვათ, ეკვატორის გასწვრივ 0-დან აღმოსავლეთ მიმართულებით 0-დან 180 გრადუსი ითვლება, დასავლეთ მიმართულებით 0-დან -180 გრადუსამდე და ანალოგიურად მერიდიანის გასწვრივ, ასევე მერიდიანის და ეკვატორის გადაკვეთის წერტილიდან 0-დან ჩრდილოეთ ნახევარსფერო არის წარმოდგენილი დადებითი ერთეულებით 0-დან +180 გრადუსამდე და სამხრეთ ნახევარსფერო უარყოფითი ერთეულებით 0-დან -180 გრადუსამდე. ჩვენი ასე ვთქვათ, ექსკურსი რომ დავასრულოთ ისტორიაში და კერძოდ კარტოგრაფიის და გეოგრაფიის განვითარების ისტორიაში, ალბათ დღევანდელ მიღწევებზეც უნდა ვთქვათ, ორიოდე სიტყვა. თუ სადვიმყოფები დღეს, ანუ რაც ოდნა დაგროვდა, პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის დედამიწის ფორმა, ანუ გეოიდი, როგორც მოგეხსენებათ, დედამიწა არ წარმოადგენს გეომეტრიულად, ასე ვთქვათ, სწორ ფიგურას, სფეროს, არამედ მას საკმაოდ განსხვავებული ფორმები გააჩნია, როგორც ესეთი ფორმულით არ აღიწერება და მას გეოიდს უწოდებთ. ცოდნა იმის შესახებ, რომ მაგალითად დედამიწის ბრუნვის ღერძი თავისთავად განიცდის გარკვეულ ფლუქტუაციებს და ამაზე დაკვირვებას სწორედ გეოდეზისტები ახორციელებენ. და რაც თავარია ის ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, გარღვევა, რაც უკავშირდება გლობალური პოზიციონირების სისტემის შექმნას. პირველი ესეთი სისტემა ეს იყო და არის დღეისათვის კარგად გავრცელებული GPS-ი თქვენთვის კარგად ცნობილი, ანუ ეს ის თანამგზავრებია, რომელიც დღეისათვის დედამიწის ორბიტაზეა განლაგებული და უზრუნველყოფს GPS მიმღებების მუშაობას, რაც გვეხმარება ჩვენი კოორდინატის განსაზღვრაში და უნდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, GPS-ის გარდა პარალელურად ვითარდება მისი ანალოგიური რამოდენიმე სხვა პროექტი, ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების ეგიდით, კერძოდ ევროკავშირი ამზადებს გალილეოს, ჩინეთი მუშაობს თავის პროგრამაზე და ასევე რუსეთს აქვს GPS-ის ანალოგიური სისტემა GLONASS-ი. მაშასე, დღეისათვის დღევანდელი მიღწევები, ასე ვთქვათ, კარტოგრაფიაში და გეოგრაფიაში ზოგადად ვთქვათ, მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ცოდნაა დაგროვილი. ჩვენი საგანი პრინციპში ეძღვნება იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა და ჩვენი კონკრეტული კვლევებისათვის რაში და როგორ დავიხმაროთ გეოგრაფია, კარტოგრაფია და თანამედროვე ტექნოლოგიები. გეოინფორმაციული სისტემის კონცეფცია ეს გარკვეულწილად მოდელირების კონცეფციას ეფუძნება, ანუ ჩვენ ვცდილობთ რეალური სამყარო, რომელიც აი ამ სურათზე წარმოდგენილია სუქვევით, ხო? წარმოვადგინოთ, როგორც მოვახდინოთ მისი მოდელირება გარკვეული გეოგრაფიული ფენების მეშვეობით. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მიწათსარგებლობის ან ლანდშაფტის ფენა, შემდეგი ფენა შეიძლება იყოს წარმოდგენილი რელიეფის ციფრული მოდელით, უხეშად რო ვთქვათ, სიმაღლეებით,
შემდეგი ფენა შეიძლება იყოს ფენა, რომელზეც ასახული არის მიწის ნაკვეთები და მათი საკუთრება, ქუჩების ფენა და ბოლოს შენობების განაწილების ფენა. აი ამ ფენების ერთობლიობა გარკვეულ, ასე ვთქვათ, გარკვეული მიახლოებით გვაძლევს ჩვენ აი ამ რეალური სამყაროს აგების საშუალებას, რომლის წარმოქმნას სწორედ გეოსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით გვინდა.